მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 13 აგვისტო და M4 უნდა დავდოთ ევაკუატორზე, რათა დილაზე 7 საათზე მივდივართ თბილისში, უნდა გავასწოროთ დისკები. შემდეგ უკვე გადავიდეთ გეზმოტორში, დავაყენოთ საბურავები, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩვენ ცენტრიდან არ გამოგვიყვანია და დაზიანების დროს დაზიანდა 4-ვე საბურავი, ასევე უკანა 2 დისკია დაზიანებული და უნდა გავასწოროთ. შემდეგ შევცვლით საბურავებს, შევცვლით ზეთს და შევხედავთ თქვენგან კიდე რამე ან ხიდში ან კარობკაში ხო არ არის ზეთის შესასვლელი. მერე უკვე გავასწორებთ რაზვალს და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წავალთ ბათუმში ამ მანქანით, რათა გავიგოთ როგორი ახალი M4 და გავიცნოთ შორ გზაზე. ხო, თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი უკვე ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მე და ალექსა მივგაზავთ M4-ით ბათუმში. ეხლა კი კატ და გავაგზავნებთ ხვალიდან უკვე რა და როგორ მოხდება. მოვედით გეზმოტორში, ეხლა შევალთ შიგნით და გავივლით ბიჭებთან კონსულტაციას საბურავებზე, ზეთებზე და დამატებით სითხეები უნდა გამოვავლო და ჩავასხათ კიდე და დანარჩენს უკვე შიგნით ბიჭებთან რომ გავივლით კონსულტაციას, მერე უკვე გეტყვით რას და როგორ გავაკეთებთ. მოკლედ როგორც უკვე გითხარით, ჩვენი საბურავები იყო ძალიან გაცვეთილი, ანუ ერთ ხარეს მოსწრებულზე გაფრჭებული იყო და მოვედით გეზმოტორში, ვაყენებთ კუმოს საბურავებს, PS 71 მეტრს და PS 91 მეტრს. კუმოს საბურავები გვეყენა სუპრაზე, რითიც ვიარეთ დრაგზე და 226 მეტრით ვაფინიშებდით 402 მეტრს. დრაგის აპლიკაციით პრიბორზე რო გაჩვენებთ ხოლმე და 270-ებს და რეალურად 220-ებს რომ მიდიხარ და მაგასაც რო არ მიდიხარ, მასე არა. დრაგის აპლიკაციით 226 მეტრით ვაფინიშებდით და ჩერდებოდა, რაც ანუ ვისაც სულია რუსთავში, იცის რაც არის მან გაჩერება და ძალიან მაგრად გაართვა თავი რა. კორეული ბრენდია, რაც ჰაერზე არ მოგვაქვს, ავტობილდმა გაუკეთა ტესტირება და ძალიან მაგარი შედეგი დადო ისეთ საბურავებთან, როგორც არის კონტინენტალი და სხვა პრემიუმ ხარისხებთან. პირველი ადგილი აიღო სველზე სიარულში და კიდე სხვა დანარჩენში ან თანაბრად იყო, ან არაფრით არ ჩამორჩებოდა რა. ასევე ეხლა არის გეზმოტორში 50%-იანი ფასდაკლება კუმოს საბურავებზე, იგივე აქცია, ანუ 1+1 ქვია, მაგრამ იდეაში 50% ფასდაკლება გამოდის და გირჩევთ ყველას მართლა კარგია, ჩვენ გავტესტეთ, სუპრაზე გავტესტეთ თან და ეხლა M4-ზე დავაყენებ და კიდევ M4-ზე გადაიტესტება, მაგრამ ვენდობით უკვე და ვიცით რომ კაია. საბურავების მერე შევცვლით ზეთს, 5-30-ს ვასხავთ ეს 58-ში, B58-ში ვასხავთ ხოლმე 5-40. X-ში გვიდგას 5-30. ამდენი დრაგი ვიარეთ სომხეთში 15 გარბენი გავაკეთეთ გონი ხო აღარ მახსოვს ზუსტად და ზეთის ტემპერატურა არაფერი არ აუწევია
ერთადერთი ზეთმა მაშინ თქვა რომ ცოტა ხანი დამასვენეთო მე და დავითამ ჯერ მე რო დავიწყე X-ით სიარული ჩვენ ვიდეოში იდეალში კი ცოტა კადრებია მაგრამ ძალიან ბევრია ალბათ ერთი 15-20 წუთი red line-ზე ვამუშავეთ ჯერ მე ვამუშავე პირველი სიჩქარით მერე დავით ამიარა და მეორე სიჩქარით იარა და ერთი დაწერა რომ ცოტა ხანიო დამასვენეთო და ზუსტად ერთ წრეში დაუბრუნდა ისევ პადოკის ერთ წრეში ტრეკზე არა პადოკის ერთ წრეში დაუბრუნდა ისევ ნიშნულს ნორმაში ჩადგა და მერე წავიდა მეორე პარტია ტანჯვა M4-ში ვასხავთ 5.30-ს ასევე უნდა ჩავასხათ Z-ში ძველ Z-ში ვასხავთ ჯერ გამოსავლებს უნდა გამოვავლოთ რომ გამოვღვაროთ არ ვიცი რაზეთი იდგა როგორი იდგა ან ამერიკაში რაზე ამუშავებდნენ და თავდაცვის მიზნით შემდეგ უკვე ჩაისხმება ლიქვის 5.30 და გვეცოდინება რომ იდეალურ მდგომარეობაში იქნება და დაემატება კერატეკი კერატეკს ვასხავ სუპრაშიც X-ით ჩავასხი და ძალიან კაი რამეა რა ანუ ძრავს იცავს ნაფხაჭნებისგან ნაკაწრებისგან და ყველაზე კაი თვისება რაც აქვს Z-ში არ ერევა რა თავისთვის არის იქით კუთხეში დამჯდარი და თავისთვის მუშაობს უთხრდება და იცავს ძრავს 50000 კილომეტრში ერთხელ ისხმება ხოლმე მაგრამ მე ორ შეცვლაში ერთხელ ვასხავ ხოლმე სადღაც ჩემი ორი შეცვლა არის 15000 კილომეტრი დაახლოებით ხან 10000 კილომეტრი იმიტომ რომ რავი როცა აბაროტი ქარხნულად 7000 ტრიალებს 7000 ბრუნი აქვს და 7500 7800 ამ ვატრიალებთ ხოლმე ამ შემთხვევაში სუპრაზე მაქვს საუბარი ჭირდება რა და ამხელა დატვირთვებზე კაია რო ჩაასხათ და ამუშაოთ ბიჭო ამის ქვემოთა კადრები გვაქვს ჩვენ პატარა გადახვევა გავაკეთო მოდი ეს ჩაიციცკე რა ბრატ ჩაიციცკე ჩვენი გამსვლელი რომელიც არის თავიდან ბოლომდე იქიდან წყალი გაგვდის და მე აგვიდუღებს ალბათ ეს ყველაფერი ხუმრობით კონდიციონერი ქონდა ჩართული და ის იმის წვეთებია ვალმეტრონიკის გამსვლელი დგას ბოლო ბაჩოკით პირველი ორი დროსელი თუ დაკეტილია მოდის დიდი ტრუბით და აქ წვილდება და შედის ამაში და აქ ძალიან დაბალი ხმა აი ქარხნული შეიძლება ქარხნულზე დაბალი ხმაც აქონდეს და ძალიან სასიამოვნო ხმა ამებს რო გავხსნი გარეთ აორს უკვე დემონი იღუზებს
მოკლედ საბურავები დავაყენეთ უკვე. ზეთ შევცვალეთ, ჯერ ძველი გამოვრეცხეთ. შემდეგ ახალი ჩავასხით და კერატეკი დავამატეთ. ეხლა ვასწორებთ რაზვალს. ახალი დამატებულია რაზვალი და შეგიძლიათ უკვე მობრძანდეთ და თქვენს გაასწოროთ გეზმოტორში რაზვალი. ხო, რაზვალი არის თვლების შეყრის და დაახრის კუთხის რავი, ერთი წამი რა დავავიწყდა. თვლების ნახარის და შეყრის კუთხის გასწორება და ამდენი რო არ ვიწვალოთ ჩემთვის და თქვენთვის ისევ რაზვალი იყოს რა. ხო, გრამატიკულად შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ ჩვენთვის და ავტომოყვარულებისთვის არის 90%-ისთვის ესე უფრო გასაგებია და იმ 10%-ისთვის ის სახელი იყოს ისევ რაც წეღანა თქვი ვერ დავიმახსოვრე თვლების შეყრის და ნახარი კუთხის გასწორება იყოს. მაგანა შაუტარეთ სრული სერვისი, ეხლა უკვე მზად არის ბათუმში წასასვლელად და თქვენ კი შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ კადრებს. Three hours later. გორში ვარ თქო და ვარ კეთილიდან წამოვიდა დამკვეთია. აი მწვანე გისოსებთან ავარ ზუსტად. სადა ხარ? აეროპორტის მწვანე გისოსებთან. აეროპორტის მწვანე გისოსებთან.
ჩემი ახალი კუმოს სამურავე. ეჭიდება. All work, no pleasure. I ain't here to make friends, big stepper. Ay, bad guy, Heath Ledger. Ready for whatever, I'll be front and center. Don't fly too close to the sun, your body chopped up by propellers. Came in arrogant, but left out in a stretcher. Fuck the comparison, y'all know y'all couldn't replicate it. Chillin' in the desert, I'm good under pressure. Stick around when we hold it down, look at what we found. This a marathon, not a sprint, let's go 100 miles. From the ground, with me to the clouds, never coming down. That's the crown on me, wear it proud, show 'em what we bout. Stick around when we hold it down, look at what we found. I said this a marathon, not a sprint, let's go 100 miles. From the ground, with me to the clouds, never coming down. That's the crown on me, wear it proud, fuck what they was talking about. All work, no pleasure. აი მე დაგიბრუნდით ამ ლამაზი ხედებით. მოკლედ ჩამოვახცეთ ბათუმში, დილას ჩამოვედით 2 საათზე. გიო დაგვეწია გზაში, შემთხვევით დამირეკა და სათხარო და მეთქი გორში ვარ თქო და 200 ზღვაზე მიდიხარო და მეც წამოვალე ხლავეო და დამეწია, იმიტომ რომ ყვითელ ნომრებზე ყავს მანქანა და არ კიდია იარა 200-220 თელი გზა. ჩვენ ასით ვიარეთ როგორც კანონ მორჩილმა მოქალაქეებმა. ხო, კუმოსაბურავებით ჩამოვედით და M4 ესეთი რბილი თუ იქნებოდა თან ამ დაკიდების სისტემის ზუსტი სახელი არის, მე მგონი ებახის სისტემა, ებახი ქვია რა. პრუჟინები გას ებახის და აი საკმაოდ რბილი და კომფორტული იყო. კარგად ვიარეთ მთელი გზა. რაც შეეხება ბათუმს, სავსეა ბათუმი ტურისტით. სულ ამინდებს უჩიოდნენ და სულ წვიმები იყო, ჩამოვიდა, გამოანათ, აი მთელი დღე იყო იდეალური ამინდი არა და პროგნოზში რომ შევიდოდით, წვიმა და აქ ვართ, იო სულათებს ვუდგებ თავის მანქანას, მე ჩემი მანქანა არიქში. ძემი ყავა აქ. და მიდის ესე ყველაფერი კარგად, ეხლა მინდა რომ გიოს გავესაუბრო. იმიტომ რომ როგორც კი ჩამოვიდა პატარა ინციდენტები შეემწვა. დარიმებზე, მინებზე, გამსვლელზე და დავილაპარაკოთ ზოგადად შევხედოთ რა არის სხვანაირად ევროპაში, ჩვენ სადა ვართ, ჩვენთან უფრო მკაცრად არის, თუ იქ უფრო მკაცრად არის და რა სიტუაცია ზოგადად ჩვენ საზღვრებს გარეთ. აქ ცოტა წინა კადრებში შეამჩნევთ ამ წინასაქარემინას რაც ჭიხდა, ფიზიკურად ვეღარ მოვასწარეთ, გამოვიქეცით ბათუმში და დაბურული რო ქონდა და რო ავაზრეთ. დაბურული რო ქონდა და რო ავადრეთ, წებუები დაიტოვა და ბიჭები დაგვეხმარნენ აქვე ბათუმში. ავაცალეთ წინასაქარეზე გვერდებზე, გამოიყურება ესე ლამაზად. აი რა წავით. გიო, რომელსაც აქვს საკუთარი ავტობლოგი და დევს ხოლმე ვიდეოებს გამოიწერეთ გიოსახი, მოსადეს ავტობლოგი. გამოიწერეთ გიოსახი. გიო ჩამოვიდა ლონდონიდან, თავის ხოდით, აქვს F80 M3, რომელიც იყო სტოკ ტურბოზე და ეხლა უკვე ჰიბრიდებზე. იყო სტოკ ტურბოებზე, სადღაც 600-ზე მეტი ქონდა და ეხლა რა ეტაპზე ხარ და რა ეტაპზე ვარ ხმა და ნუ ძრავში ჩავერიეთ რაღაც გრადიშები, ცეტოდის შევცვალეთ, ჰიბრიდ ტურბოები დავაყენეთ, stage 3 უნდა ჩავწეროთ და რა ვიცი, წესი თავი ვიყავთ 700, ცხენიზალა იქნება საბურავზე, სტილო რა, საწვავის სისტემა არ გვაქვს. საწვავის სისტემა და დანარჩენი როგორც ყოველთვის მოხდით. არ დასვაკეთება. როგორია ესეთი მანქანი ამ ხელა მანძილის გავლა და ვიცი რომ უკვე მეორედ ახარ ჩამოსული კონკრეტულად ამ მანქანი და პირველად როცა გაგიცანი იყავი 325-ით ჩამოსული და 325 ჩემი რეისია საქართველოს ბრიტანეთიც თუ და სუდა დავდივარ 325 კიდე ცოტა ისეთია და ესეთი მანქანი სიარული როგორია ბიჭო ნახე ძალიან მაგარი მანქანაა რა ძალიან მაგარი მე პირადად ზედა ვარ მორგებული კი არა და მორგებული მყავს რა ვიცი აი ძალიან მაგრამ ისწორდება
დაღლა რა თქმა უნდა იგრძნობა ახლა ამ ხელაგზაზე მიდიხარ, მოდი იღლები ბაზარი არა, მაგრამ მაინც კაია რა, რო გისწორდება შენ ქვეყანაში დაბრუნება, შენ ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნება რო გისწორდება, იასნია. ნუ გერმანიის ავტობანი შველის კიდევ დანარჩენი. ხო, გერმანიის ავტობანი ასწორებს. კარგი მანქანაა, ძმაო. მე პირადად რავი, F80 M3-ს, რავი. დიდი ბატონო, ძალიან მაგარია. პატარა ჩარევები უნდა, გზა კაია, ყველაფერი კაია. ევროპაში რომ მოდიხარ, ევროპულად თვითონ ეს მანქანა სტანდარტულად არის აწყობილი, ხუაზე ხარ, M performance-ის exhaust-ი მიყენია. ნუ წერია ახლა stage 2 პლუსი G50 ეთანოლი. კარგად არის ჯიგულად, ნუ ჩვენ გავაკეთეთ და გაიცი, მაგრამ მაყურებელსაც რა უხსნათ, მაგრამ დანარჩენი რა ვიცი, ჯიგრულია რა. პერფორმანსის განსვლელებზე რა ხდება? ბიჭო, ნახე მე ვიცოდი, მე უკვე რომ მოდიოდი, დაიწყო exhaust-ის გამო ესეთი სიტუაციები მოხდა, მაგრამ ნუ დეციბალებით უნდა შეამოწმოთ ახლა. ეს მანქანა პირადად ჩემი მანქანა, ხო, ევრო სტანდარტით არის გაკეთებული. ყველანაირად ისე ვერავინ ვერ აგიწყობს, ვერაფერს ვერ აგიწყობს. ნახე ახლა როგორიული ახლა ბრიტანეთში, როგორიული შენ თუ მაგალითად დააფარებ თავზე ყველას, ხო, ყველაფერს. ვერიული ძმა. ამიტომ ყველაფერი არის ჯიგრულად აწყობილი. და კარგად არის აწყობილი, მაგრამ ერთი რაც გამეთხდა, რა ვიცი, უნდა ვაღიარო, როგორც შემოველი 2 საათი შემოსულსა 500 ლარიანი მაწერეთ ეგრე. წინა საკარემინაზე, ხო და დღეს რო დავდიოდი. არა და ეს ყველაფერიც იქ ჯიგრულად მაქვს აწყობილი, მთელი ევროპა გამოვიარეთ, მაგრამ და ავი შემოვედი 2 საათი. დავდიოდი უყურებდი მანქანას და სხვადასხვა თურქულ ნომრებზე ბევრს ხონდა დაბურული. მე ბევრი ასევე რუსულ ნომრებზე და აშკარად რა ჩვენ დავიჭაგრეთ. ჩვენ არავის შაგრავენ ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეს რა. გადმოდიან ტრანზიტული მანქანები უცხოეთიდან და დაბურვაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ინგლისიდან რო ჩამოვიდა და დაინახეს რომ ქართველი იყო 500-იანი. მე წავედით და გადავიხადე. გასვლაზე რა, აი უფრო ისე კარგად მაინტერესებს. როგორ გიზომავენ, გაჩერებენ თუ არა და გიზომავენ? თვითონ დეციბალის საზომი აქვს, მაგრამ ეხლა ესე არავინ არ გაჩერებს რა. იმიტომ რომ ეხლა ყველამ კარგად ვიცით კანონი არსებობს, უნდა დავემოჩნიოთ. ხო, თუ დაარღვევ დაგაჯარიმებს შესაბამისად, როგორც მოიქცევენ მაგალითად, მაგრამ როგორც ასეთი რომ ეხლა შენ პოლიციელმა გაგაჩეროს, რომ იცი რა ეს M-ია, M3-ია თუ M5-ია ზოგი ვერც ერკვევა, ხუაზე არ დაგზდევენ რა, ეს გატრუბული ყავს ზმა, როგორ ფიქაციციან ესე გატრუბა და რაღაცა. ნუ სტანდარტებში ჯდებიან რა. თვითონ კომპანია სადაც შენ exhaust აკეთებ, ხო? ის კომპანია ისე არ გაგიკეთებს, იმიტომ რომ სერტიფიკაცია აქვს, ხო? ვერ გაგიკეთებს და შენ პრობლემაში. ეს კომპანია დაიჯდება. ასევე ტექდათვალიერებაზე როგორ არის? ტექდათვალიერებაზეც მასე არის, შენ როგორც აქ არის, ხო? მე მგონი აქაც ისე არის. შედიხარ ჩაოლები, გიმოწმებენ ყველანაირად ჩუქებიდან დაწყებული, რა ვიცი მუშაობა, მერედოკი, ყველაფერი ჯიგნი. ესე არის მანდატს. ტექდათვალიერება თუ გაგიტარა, exhaust-ი, გავსვლელი, კი ბატონო, გავლილი გაქვს. შენ ერთწლიანი გაქვს. კი ბატონო, როგორც აქ არის, ხო, ერთწლიანი გაქვს, ჩაოლები მოგარებული თემა, აჩვენებ, ხო, გავლილი მაქვს ყველაფერი. ეხლა მოდიფიკაცია მოსული თემა არის ინგლისში რა. ჩვენთან არ არის, არანაირი მოდიფიკაცია არ არის საქართველოში ახალი კანონის შემდეგ მოსული, აი. ხო, აქ კანონები იცვლება, მე არ ვიცი, ეხლა ბევრი კანონი შეიცვალა, მაგრამ ნახე, ეხლა იქაც არის იმდენი კანონი, რომ მეც ვერ ვერკვევი 14 წელია იცხოვრობ, მაგრამ ეხლა სიტუაციიდან გამომდინარე, ეხლა აი გატრუბული ყავს, მანქანას წაგართმევ, ასე შემდეგ, ისე შემდეგ. შენ თუ არ დამიმტკიცე მე მაგალითად დეციბალის საზომით და შენ რაღაცას აღემატები, ხო? მასე ტრეკზე შევდივარ და ტრეკზე წარმოიდგინე ბრიტანეთში, ტრეკზე რო შედიხარ, ტრეკზეც გიზომავენ რა. ასაც არ უნდა აცდინო მაგალითად, მაგრამ არც იქ არ არის პრობლემა, ეხლა ტრეკია შედიხარ გაზავ, უაზე ხარ ერთო, ქალაქში არის გაზავ, მიდიხარ ტრეკზე უნდა გაერთო ეხლა, უაზე ხარ, მაგდენი გაგება, ალბათ იქნება. ჩვენ ორი გვაქვს მარტო და ასევე არც ისეთი. დავტესტავ. არც ისეთი ტრეკი არა გვაქვს, რომ 240 ავაცდინოთ რა. 240 ავაცდინოთ თან. არა 300 და 400 ცხენის ძალიანი მანქანა და 800, 900 და 1000 ცხენის ძალიანი მანქანა 240 ვერ ვაცდენთ, იმიტომ რომ თუ ავაცდინეთ ვეღარ გავშევდებით. თორმეტ სისტემა გინა სერიოზული. ვერანაირი ვერ გიშვენ. ვერანაირი ვერ შვენს. ყველანაირი მანქანა სუამ და რა როგორ რაღაცა იმიტომ დამატებებს ხედავ, კომპეტენციის ხედავ. კი ბატონო. კარბონის ფუჩი, კარბონის სარკები. ნუ რა ვიცი, ზოგმა მოშენება დაარქვა. ზოგმა მოშენება, ზოგმა რა, მაგრამ მე მაგარი მევასება, 300 ლიტრო ვიდე და რა აქვს პრობლემა. თავიდან ორი წელი მაშინ რო გითხარი, მაშინ ეს მოსახსნე. გამსვლელი, კი ბატონო, ესეთი ხალხი თქვა და ნომერი. ეს ფიანი. ბიჭო, ჩემი გვარი ხო არის 200 და 4-იანი აში გადის. 200-ზე. ავაწე რა. და ეს არის ფარე. შვენიერი. რავი, გემოვნებით ავაწე. შენ წარმოიდგინე, იმედია თუნდაც არ გამოიყურება. არა, მაგარ ვიცია. ვაუ.
აქედან ხდიდი კაპოტს. გამოხსნილი რული არ დახდებოდა. მარჯვენა საჭიანია, ჩემო ძმო. აი ხო. აფეს შემშვების სისტემა. კი ბატონო. დანარჩენი ვიზუალურად ზედა გაგრილება სტოკი, რომელიც ყოფნის მაგრამ ყოფნის. ჩარჯები გიყენია. ინლეთები დათქვებული გაქვს და ისიც გაკლია ინლეთები. კი ბატონო. მათ გაჩერდეთ. მას გაკლია ინლეთები. კი ბატონო. რა ვიზუალურად შავი თან ძალიან მაგალითია. ჩემი პერი ხო შავი არის და მაგრამ მევასება შავი. აია და ყველაზე მეტად ამაკაც რაც უხდება ყვითელი ნომრები რა. რადარები ვერ აფიქსირებს. ციტეთია. ნახე, იქ კამერები გიღებს უკნიდან რა. და ყვითელს კარგად გითხოს რა, ფოტოაპარატი რა. წინ არის თეთრი, მაგრამ აქ რომ მარჩერები, ეგ სადავრი ნომრები გიყენიო. მეტი ბრიტანული ძმო. მერე ცალცალი გიყენიო, თეთრი უკაფიტელი. ეგ ეგრეა ძმო რა გავაკეთე. აუს, ვეიც მანქანა რო გიყვარს გევასება უნდა მოუვარო. მოხდო დაუმატო და ბოლოში გეკითხებიან, რამდენი გიძე ძმა? 10 ხარა. ნერვები ვამშმა. ჯამოედი სამჯერ შევცვალე ხიდი. აფკატკარო გავიარე ზეთი შევცვალე და მეთქი ეკუცინის. მოახლა ხიჩი ზეთი შევცვალე საერთოდ და 2 ნატეხი ასეთი ჩამოვარდა ხიდიდან. ნერვები აბა 3 ღამე ვაწყობ. მაგას რობია ისევ ჩამოვარ და ისანი ხო გერმანიაში არ გაჭერდა. გერმანიაში ავტობანზე სამასი დიდი მადლობა მოვხდი მეტია და ჩემს გაჩნდა. აუ, ჩემპიონად ხო ჩემი ძმა ხარ შემოდიოდო. მასენაცვალე ძმა. როგორ მოგწონთ ბათუმი? ბათუმი როგორ მოგწონს? აი ტრაფიკები რო არ იყოს პრომკა რა, მაგარი იქნება სიცობები. აბა დააღვილე. გულავია ძმაო, რაც მაგრები ვარ, კახელები ვარ. ბათუმია სუგულავია, მოიც. გატაკეტილი გვაქვს საუკანა ვერანგების. უარჩავადგა ძმა. ბაზარი არ არის. მატორზე ხავ. 3-დან 2-ია საწყალი კაცი ვარ მე. საწყალო, შესაწყალო, სვარა გადასვისებიდან არა. 3-დან 2-ია ჩემი. ო, ჩემი 1-დან 8 ესია ძმა. მოვალდა ევიყვან. ოთხ 11 მეტრიდან დაიქოქა M4. ელები ამწევია. 24 hours later. პოპკორნი არ არის, როცა ძალიან დიდი ხარ. და ვერსკია. ჯიოთ ხოც. 428 ბრატ. ენა ბავშვი
Короче, ცნობილი რომ გავხდები ლელასთან დუეტი უნდა ჩავწერო მანქანაში. კლიპი ესევე შენ მანქანაში. უნდა გადავიღო. The next day. ეს ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. ზაფხულის სუპრაზე ჩქარი აღმოჩნდა და ისე ჩაგვიარა რომ ვერც გავიგეთ. თან ქონდა ძალიან ბევრი საქმე. ჩვენი ორი დრაგი, რომელიც სუპრით ვერ ვიარეთ, ასევე სომხეთის დრაგი პლუს M4-ს ვაწყობდით და 340-ს ვაწყობდით და გაგვეპარა ზაფხული და ცოტა ხანი ჩვენს დავისვენეთ. ასევე M4-ით იმიტომ წამოვედით რომ ამანქანის ტესტ-დრაივი უნდა გადაგვეღო და მინდოდა რომ გამეცნო ეს მანქანა. აქამდე მხოლოდ პროფილაქტიკაში დამყავდა და ვაკეთებდი. და მინდა რომ გავიგო ამანქანას აქვს თუ არა ისეთივე სული და არის თუ არა ისეთივე აგრესიული როგორც F სერიის M-ი. ხო, რაც შეეხება ბათუმს, ბათუმმა გაასწორა, აი ძალიან მაგარი იყო. ამინდები ისეთი დაემთხვა თითქოს შეკვეთილი გქონოდა. ერთი არ უწვიმია 4 დღის განმავლობაში. მაყურებელს და ემოციებს, რა ვიცი, ქუჩაში გვესალმებოდნენ, არ ვიცი, გვაჩერებდნენ, გვესაუბრებოდნენ, რაც აი ყველაზე დიდ დადებით ემოციას იწვევს ჩემში რა და ძალიან მაგრად გვიხარია ხოლმე ჩვენს რო გცნობენ. და ნუ მოგერიდება თუ სადმე შემხვდებით, დიდი პატარა ბავშვი, ქალი, კაცი, ზაღლი არ აქვს მნიშვნელობა. ყველას დიდ მადლობას გიხდით ესეთი დადებითი ემოციებისთვის. ეხლა კი ბათუმ ვლოგს დავასრულებთ. ბოდიშს მოგიხდით რომ ბევრი კარგი კადრი არისო, იმიტომ რომ დაუგეგმავად წამოვედით და უსმათ ჩამოვირბინეთ და თან ვისვენებთ და თან გადავიღეთ. შემდეგში მინდა რომ სუპრით ჩამოვიდე. ვნახოთ თუ მოვასწრებ და 2 სექტემბერს რამე თუ შეიცვლება. არ ვიცი, ზუსტად. ბაკი გადავავსეთ პორტალის სუპერით, ასევე ჩავასხით ლიკვიმოლის საწვავის სისტემის გამწმენდი. იმიტომ რომ არ ვიცოდით რა საწვავზე მუშაობდა ამერიკაში, უბრალოდ ვიცოდით ნახევარზე მეტი სპირტის ჩამოყვა ბაკში და გავწმინდო და ნულიდან დავაწყებინოთ ამ მანქანას, ეგეც გვინდა. ეხლა კი გავუყვებით გზას თელავისკენ. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერას და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოში M4-ის ტესტ-დრაივს. ვიდეოში თუ პრეფერატორის და ბარგალკის ხმა ისმის, ჩვენი ბრალი არ არის, იმიტომ რომ შაშან ამ ადგილას ძალიან შვიდი წყნარი და ესეთი გარემო იყო რა, რომ შვიდად მოხვიდოდი და კაი ვიდეოს გადაიღებდი. ეს უკვე რა 8 სართულზე არიან ასულები და კიდე რამდენზეა ოლენ არ ვიცი. ამიტომ კაი ადგილი ვეღარ ნახეთ რომ გაგოჩერებინა და გადაგვიღო ყველგან კორპუსი. სადაც კაი ხედია, ყველგან კორპუსია. პარკინგი არ არის.